ფაილების დისკზე ჩაწერა ალბათ ყველამ ვიცით. და ისიც ვიცით რომ CD დისკები არის ორნაირი, ანუ არის CD და არის DVD. CD არის კიდევ იყოფა ესენი, ანუ CD-R და CD-RW. შესაბამისად DVD-R, DVD-RW. ანუ ხა რა განსხვავება R-ს და RW შორის? R-ს და RW შორის განსხვავება ის არის, რომ R-ზე შეიძლება დისკის, R-ზე არ შეიძლება დისკი წაიშალოს, ანუ არსებული ინფორმაცია წაიშალოს, ხოლო RW შეუძლია მასზე არსებული ინფორმაცია წაიშალოს და შემდეგ მოხდეს მასზე სხვა ინფორმაციის ჩაწერა. ამ შემთხვევაში მინდა გაჩვენოთ, რომ CD-R-ს კი არ შეუძლია მაგას, რომ ის არსებული ინფორმაცია წაიშალოს, მაგრამ თუ მას გააჩნია საკმარისი ადგილი, შეიძლება ზემოდან დაემატოს კიდევ რაიმე ფაილი. მაგალითად ახლა ამ CD-ზე მე ეს არის CD-R, როგორც ხედავთ და მაშინ არის რაღაც ფაილები, ხო? აი რაღაც ფაილები არის ამაში ჩაგდებული. ეს არის CD-R აქედან და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა, ანუ მას შემიძლია 55 მეგაბაიტი კიდევ რაიმე ადგილი აქვს, ანუ 700 მეგაბაიტამდე აკლია კიდე 55 მეგაბაიტი, რაც საშუალებას მასლებს მე რო კიდე ჩავწერო რაიმე Z. როგორ მოვახდინო ამის ჩაწერა ის, რომ არც რა აქ არ წამეშალოს, უბრალოდ არსებულ ფაილებს დაემატოს კიდევ ერთი ფაილი. ვაკეთებთ რას? ვირჩევთ აუცილებლად ფაილს, რომელიც ჩაწერა მინდა, მოდი მაგალითად აი ეს პროგრამა ჩავწეროთ. მარჯვენა ღილაკის საშუალებით ვიყენებ send tos და ვაგზავნი მას დისკზე. ანუ გავაგზავნო დისკზე. დისკზე გაიგზავნა, როგორც აქ შეტყობინება გამომივიდა და ეხლა შევიდეთ დისკზე. აი ხედავთ, რომ ჩემი ფაილი აი გამომიჩნდა უკვე. ვნიშნა უბრალოდ აი ამ ფაილს და ვაწვევი ჩამიწერე ეს ფაილი დისკზე. აი აქ გამომიგდებს დისკის სახელს, ამ შემთხვევაში ჩემს CD-ს ქვია new, აქ არაფერს არ ვცვლით, უბრალოდ ვაწვევი next. და ხდება დისკის ჩაწერა. ანუ ფაილებს დაემატება კიდევ ერთი ჩემს მიერ არჩეული ფაილი. აქ დრო ჭირდება ცოტა დაველოდოთ. როგორც მაჩვენა, რომ ფაილი უკვე ჩაიწერა დისკზე, ვაწვევი finish და დისკი კომპიუტერმა გამომიგდო გარეთ, ანუ ახლა მე დისკი კომპიუტერში არ მიდევს. Царелия, მოდი შევდოთ დისკი. და დაველოდოთ დისკის გახსნას. გაიხსნა დისკი. და შევიდეთ ჩვენს დისკზე. აქ მოძებნოთ, აი ეს ფაილი არის, რომელიც მე ჩავწერე, ანუ როგორც ხედავთ, აი ეს ფაილი არის აქ. ანუ ის შესაბამისად ზომა ჩვეულებრივად 15 კილობაიტი როგორც ქონდა მას. ანუ აქ არაფერი არ შეცვლილა, უბრალოდ დაემატა ფაილი. და ასევე კიდევ შეიძლება აქ დაემატოს ახლა ადგილი რამდენი დაგვრჩა, აქ ცოტას 40 მეგაბაიტამდე დაგვრჩა კიდევ ადგილი და დროთა განმავლობაში ისევ შემიძლია რომ დავამატო მას.